ამ აქციებზე ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს მუდმივად სთხოვენ რომ მივიდნენ, ხო? ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოს გამოჩენაზე იქ ხდება დაპირისპირება. თან სააკაშვილის ხარდამჭერებს რო სთხოვ რომ მოდით და თან მიშა არ უნდა გამოაჩინო. ეს რატომ ხდება? ძალიან მარტივი მიზეზია იქ, ბევრი დადის ობიექტური მიზეზების გამო. საერთოდ ხელისუფლების მიმართ პროტესტი ადამიანებს აქვთ. ხომ? ეს ის კი არ არის ხა თქვი რომ არის ხა ხელისუფლება უმციკლოა. ყველა ხელისუფლებას აქვს გარკვეული მანკიერებები. ხომ? იმიტომაც არის ეს საერთოდ ხელისუფლების მიმართ პროტესტი ჩდება. აღმასრულებელი ხელისუფლება განსაკუთრებით იტვირთება ხოლმე ამ სხვადასხვა მანკიერებებით. ეს ადამიანის ბუნებაშია, სახელმწიფო რაც გაჩნდა ყოველთვის ესე იყო. და ასე ვთქვათ, ზომიერი ეს უნდა კონტროლდებოდეს საზოგადოების მიმართ, მიერ ეს. მაგრამ ეს არ უნდა კონტროლდებოდეს საერთაშორისო კორუფციული ქსელის მიერ, რომელიც გახლავთ USAID-ის მიერ დაფინანსებული ეს პარტიები, NGO-ები და ასე. სააკაშვილის ფოტოები რა შუაშია? სააკაშვილის ფოტოები შუაშია რომ სააკაშვილი მიუღებელია პროტესტების დიდი ნაწილის, გარკვეული ნაწილისთვის. ხო და ამავე დროს სააკაშვილი არის ამ ნაციონალური მოძრაობის დროშა. საფრთხობელად იქცა, საფრთხობელად ეთქვა გარკვეული ნაწილისთვის საფრთხობელაა ახლა, იმიტომ რომ ახლა სირცხვილი კი გამოდიან იქ, მაგრამ ახლა მიშას დროშის ქვეშ არ უნდათ გამოსვლა. ახალი დროშაც არ აქვს და ამ კოგნიტიურ გაუგებრობაში არიან. და სინამდვილეში კაცო პროტესტი და ის არ უნდა იყოს დაკავშირებული ქაოსთან და არეულობასთან, რა ძნელი გასაგებია ესა, რომ აიცა და მაინც ახლა რამდენი რაღაცა მოხდება, ნებისმიერ სტიქიური უბედურება თუ დაუშვათ რაღაცის კვლელობა თუ ასე შემდეგ, ამაზე რევოლუციის მოწყობა და დაუშვათ ეს სიგიჟე საინფორმაციო არ შეიძლება და უამრავი პრობლემაა ქვეყანაში, რომელზეც ვერ מחვილდება ყურადღება სწორედ იმიტომ რომ ამ რაღაც გეოპოლიტიკურ შიზოფრენიაში არიან და სადღაც ნატოში იღებენ და ევროკავშირში. ჩვენ მუდმივად გვესწორდა. ევროკავშირი იძახის რომ არ გიღებთო და ესენი იძახიან გვიღებენ იქით მივდივართო და ეს სისულელე როდესაც შეიძლება გაგრძელდეს.